ხშირად გვიხდება უჯრედის ჩამატება დოკუმენტში. ამისათვის არსებობს რამდენიმე გზა. შეგვიძლია მოვნიშნოთ რაიმე სვეტი, შემდეგ დავაჭიროთ მასზე მაუსის მარჯვენა ღილაკს, დავაჭიროთ inserts, ანუ ჩასმას. და ჩაждდება მის წინ სვეტი. დავაჭიროთ კლავიატურაზე Ctrl-Z ღილაკს მოქმედებით დასაბრუნებლად და გავაკეთოთ შემდეგი მოვნიშნოთ ორი სვეტი ერთდროულად. შემდეგ დავაჭიროთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, დავაჭიროთ inserts და ვნახავთ, რომ ჩაждდება ორი სვეტი მის წინ. აქაც დავაბრუნოთ ჩვენი მოქმედება Ctrl-Z საშუალებით და გადავიდეთ რიგებზე. შეიძლება ჩავსვათ რიგი, დავაჭიროთ inserts და მის წინ ჩაждდება სვეტი. რიგი უფრო სწორად. აქაც იგივენაირად შეგვიძლია მოვნიშნოთ რამოდენიმე რიგი, დავაჭიროთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, დავაჭიროთ inserts და მოხდება ამ შემთხვევაშიც 3 რიგის ჩასმა ჩვენს დოკუმენტში. დავაჭიროთ Ctrl-Z და მოხდება უკან დაბრუნება ოპერაციის. შეიძლება გვინდოდეს დამატებით ჩავსვათ უჯრები თვითონ დოკუმენტის შიგნით, უბრალოდ ჩვენი ცხრილის შიგნით. შეგვიძლია მოვნიშნოთ ერთ-ერთი სვეტი, შემდეგ დავაჭიროთ მასზე მაუსის მარჯვენა ღილაკს, დავაჭიროთ inserts და მივიღებთ დიალოგის ფანჯარას. ამ ადგილას უკვე არის მონაცემები, ამიტომ მათი გადაწევა უნდა მოხდეს და Excel-ი გვეკითხება საით მოხდეს მათი გადაწევა. მოხდეს გადაწევა მარჯვნივ, ქვევით, გადაიწიოს მთლიანი რიგი თუ მთლიანი სვეტი. ამ შემთხვევაში გამოიცნო კარგად, გადავწიოთ ჩვენი მონაცემები მარჯვნივ, დავაჭიროთ OK-ს და ვნახავთ, რომ გადაიწევა მონაცემები მარჯვნივ და მის ადგილას ჩაждდება დამატებითი უჯრედები. დავაჭიროთ Ctrl-Z და დავაბრუნოთ ჩვენი მოქმედება უკან. ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ რიგის შემთხვევაშიც, დავაჭიროთ inserts, გვექნება დიალოგის მენიუ, სადაც შეგვიძლია ქვევით გადავწიოთ ჩვენი რიგი, დავაჭიროთ OK-ს და ვნახავთ, რომ რიგი ჩამოიწევს ქვევით და განთავისუფლდება ადგილი მის წინ. დავაჭიროთ კლავიატურაზე Ctrl-Z ღილაკს ისევ და დავაბრუნოთ ჩვენი მოქმედება. და ვახსენოთ, რომ ჩვეულებრივ ჩვენ დაგვჭირდება მთლიანი სვეტების და მთლიანი რიგების ჩამატება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ტექნიკა არის იგივე ცალკეული უჯრედების ჩამატების შემთხვევაშიც.